Ძვირფასო მეგობრებო, ისევ ჩემი ოფისიდან მოგესალმებით. გისურვებთ მშვიდობიან დღეს. ლამაზ ცას, ლამაზ ბუნებას, სიყვარულს და სითბოს. ახლა სანამ ცხობას დავიწყებ, ერთი კაი ისტორია კიდე გამახსენდა. ისტორია არის ნამდვილი, მე რასაც ყვები, ყველაფერი ნამდვილია, ჩემს თავზეა გადამხდარი. შემდეგ პატიმრობის დროს დაწერილი მაქესა და ახლა კიდე ლაივში გიყვებით. ერთი სიტყვით მეგობრებო, მოსკოვში ვარ რა. ურს ვაცხობ რა და კაი 7-8 თვის წასული ვიყავი რა და ძმაკაცმა და ამერიკა რომ მოიდავრა, მაგრად მიჭირსო და წამიყვანეო რა. იმას ვენაცვალე გულში რა. არ მინდა სახელი და გვარი ვთქვა რა, ახელია ისი ჩვენებური არის და მე ვთხარ კარგი რა ძმა წაგიყვან მეთქი და რა ის გამოჩნდა ერთ თვეში თვენახევარში ადგილი ჩემ გვერდზე ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა წავიდა და იმის მაგივრად ჩამოიყვანე და ახლა სოფიაში გაზდილი ბალღია იყო რა მაშინ ბავშვები ვიყავით რა და რუსული არ იცოდა ჩემი არ იყოს მარტო იდი და ის ვიცოდი რა ის თუდი სიტყვა რაც არის რა და მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი აქედან მე პირველად რო წავედი და ამანაც ვაფშე არაფერი არ იცოდა ერთი სიტყვით რა და ჩამოვიდა მოსკოვში ჩამოვიდა დავხდი ერთი გემრიელად ამას კი არა უცხოებს ახვდებოდი ხოლმე და ეხლა ჩემ ძმაკაც არ დავხდებოდი იქაც იქი თური აქე თური ტანია ვასია მაია და ერთი სიტყვით ყველა გავაცანი ყველგან გავასეირნი გამოვასეირნი სასაშუალება იყო რა და ეხლა დავიწყეთ მეორე მესამე დღეს ხობა დავიწყეთ მუშაო და ამან თულად კი არ იცის რა რუსული რა და მე აუხსენ ეხლა აძინ ხლება, დვახლება, ტრიხლება, ჩიტირი ხლება, რავი 10-მდე ვასწავლე და ხო? მოიდა ეს როგორც იქნა 10 პურამდე ვასწავლე დათვლა რა და თან უთხარი რომ დვახლებაზე ანუ ორ პურზე შეიძლება პარუხლება გითხრან მეთქი რა ეგრე ხო იციან ხოლმე რა პარუ, დვა, პაროჩკა ვატაკო ერთი სიტყვით უკვე გელა მიცის კაცო დათვლა რა, სახელი მაინც წამოწდა. იცის დათვლა რა, 10-მდე იცის ეს პარუხლებაც იცის ყველაფერის და ჯო გამოცხვარი გვაქვს პური, აი ესე ვზივართ რა, პური ხაჭაპური რავი ქათმესაც ვაწოდით რაღაცებს რა და ვზივართ რავი ყავასავსვათ სიგარეტს ვეწევით რა და ზამთრის პერიოდი იყო ხო და ერთი მაგარი გოგო დადიოდა ხოლმე რა ის უბანში რა ერთი არა ახლა რუსეთში ძალიან ბევრი ლამაზი გოგო არის და ის ძალიან ლამაზი იყო რა ერთი სიტყვით და თანს მაგარი თავმოვლილი რა ვიცი პორშეს ჯიპიდან შუბა ეს შეხტუნებული შუბები რო არის გძელი კი არა რაღაცა აი მოკლე შუბები და რაღაცა და ერთი სიტყვით გადმოდის ეს ამ თავს კიდე თეთრი გოგო რო ხდება წარმოედგინეთ თქვენ რა და გადმოდის პეტერე კიბესავით ამოსავლელი იყო ტაკ თავი შპილკა იმეებით ძირებით აც გაყუნევდა ამოიდა და გელა მეუნება აი და რა დავით პურს მე მივცემო რა მე უთხარ მიდი გენაცვალოს ჩემი თავი რა აი წარმოედგინეთ მე ხო არ შავი დიდ ცხვირიანი და აბა იმას აქ გაშავებული ეს კისერი ეს ამოტოლა ცხვირი რა აი ძალიან დიდი ცხვირია ეს ყველა ხუჭუჭატყიანი დაბანჯულული რაღაცა და ერთი სიტყვით მეგობრებო გელამ გამოხსნა კარები და კახურად ეუნება Здравствуйте გოგომაც привет слушаю გელა ეუნება უცი დაბრო პარუხლება ეს გოგო ეუნება რა ვა გელა გაშეშტა კაცო сколько ეკითხება აქცენტით რა რუსულად ლაპარაკობს ოღონდ აქცენტი კახურია сколько უცი დაბრო პარუხლება ეს გოგო ეუნება ხო და მივხვდი რაშიც იყო საქმე რა და აი ჩემთვის ჩუმად ვიცინი და ბოლოს ვეღარ ვიკავებ რა სიცილს რა და 1-4 ჩემ რო გავოვეო რა ბუცი დაბრო პარუხლება გელამ კიდე სკოლკაო და ეშალა ჩვენ გელა ნერვები და შემოტრიალდა შეკეთი ზაღლო პარუხლება რომ ასწავლე 2 ცალია ბუცი დაბრო რამდენი ღა ვეღარ ვიგე მოდი ვი ამის პატროი დედა ცვათირეო მადადამი კარგა აბანაო და ერთი სიტყვით ბუცი დაბრო რამდენი ღა ვეღარ გავიგეო რა და აი ესე მოხდა ჩვენი ისტორია მოსკოვში. კარგი ძმა მყავს, ბევრი ისტორია მაქვს მაგაზე მოსაყოლი, მაგრამ დრო იქნება იმედია
მოგეწონებათ ხუმრობები, ოღონდ ნაღდი ამბებია მეგობრებო, მერთმა დაგლოცოთ. კარგად ამყავდეთ, მაგრამ იყავით. პარო ხლება რო ვასწავლე, ბუწი დაბრუნავდე იღავ, ვეღარ ვიგებავი, პატროი დედაცვატი რივა ვისიო.